ადამიანის მზერაში არის სისასტიკე, რომელსაც არავინ აღიარებს. მდუმარე ბიოლოგიური ინსტინქტი, რომელიც წამის მეათეთში ირთვება. სანამ ხმას ამოირებ, სანამ ხელს ჩამოართმევ, სანამ რაიმე ღირებულება შესთავაზებ, შენ უკვე შეგაფასეს და განგიკითხეს. თუ სუსტად გამოიყურები როგორც ნადალს, ისე გექცევიან. თუ ღარიბად გამოიყურები, როგორც უხილავს, ისე გექცევიან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ბრწყინვალე გონება გაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სუფთაა შენი გული. თუ შენი გარეგნობა დეფიციტზე მიანიშნებს, სამყარო შეთანხმდება, რომ სწორედ ამ დეფიციტში დაგტოვოს. გახსოვდეს, ვულგარული ბრბო ყოველთვის გარეგნობით ტყუდება. სამყარო კი ძირითადად სწორედ ამ ვულგარული ბრბოსგან შედგება. შენ ეს გიგრძვნია. შესულ ხარ ოთახში და გიგზვნია, როგორ ეცემა ტემპერატურა. და გინახავს მზერა, რომელმაც ისე გადაგიარა, თითქოს ავეჯი ყოფილიყავი. გინახავს, როგორ ეძლევათ შესაძლებლობები შენზე ნაკლებს, სულელ და ბოროტ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს იქაურობას ეკუთვნოდნენ, მაშინ როცა შენ კართან მიტოვებული იდექი. ეს უიღბლობა არ არის. ეს აღქმის სასტიკი გეომეტრიაა. და სანამ მას არ დაეუფლები, ყველაფერი შენს წინააღმდეგ იმუშავებს. ადამიანების უმეტესობა სჯერა, რომ სიღარიბე ფინანსური მდგომარეობაა. ისინი ცდებიან, ადამიანური ცხოველისთვის სიღარიბე სუნია. ეს მოწყვლადობის სიგნალია. ბუნებას კი სძულს მოწყვლადობა. როცა ღარიბად გამოიყურები და აქ ჩაცმულობას არ გულისხმობ, გულისხმობ დაპატარავებულს, დაჩაგრულს, შენ სხვებში მტაცებლურ რეფლექსს აღვიძებ. იძლევ მათ, რომ მოგატყუონ, იძლევ მათ, რომ დაგაიგნორონ, იწვევ სამყაროს, რომ მხოლოდ ნარჩენები გადმოგიგდოს. მაგრამ არსებობს ამ მექანიზმის გატეხვის გზა. გზა, რომ გამოსცე ძალაუფლების სიგნალი მანამ, სანამ რეალურად ფლობ მას. გზა, რომ აიძულო სამყარო მოგექცეს მეფისადმი კუთვნილი მოძიწებით, მაშინაც კი თუ ჯიბეები ცარიელი გაქვს. მაკიაველი ამას მთავრის ნიღაბს უწოდებდა. ეს არის შენი იმიჯის იარაღად ქცევის ხელოვნება, რათა რეალობა შენს გარეგნობას მოერგოს. მაგრამ ამ ნიღბის მოსარგებად ჯერ უნდა გაიგო ის შეცდომა, რომელსაც ზუსტად ახლა უშვებ. ის შეუმჩნეველი, უხილავი სიგნალი, რომელსაც ყოველ ჯერზე ასხივებ, როცა სახლიდან გადიხარ. სიგნალი, რომელიც სამყაროს ეუბნება, მე არანაირი ღირებულება არ გამაჩნია, შეგიძლია ფეხი დამაბიჯო. როგორც კი ამ სიგნალის გაგზავნას შეწყვეტ, ომის მიმდინარეობა შეიცვლება, წინააღმდეგობა გაქრება. მაგრამ ჯერ უნდა გავაანალიზოთ, რატომ სჯის სამყარო სიღარიბის იერს ესეთი სისასტიკით. სამყარო არ არის სამართლიანი, ის ეფექტურია. და ადამიანის ტვინი არსებულთაგან ყველაზე ეფექტური მანქანაა. მას არ სურს მუშაობა. არ სურს შენი გარეგნობის ტალახში თხრა, რათა შენი ხასიათის ოქრო იპოვოს. მას მოკლე გზა სჭირდება. გარეგნობა სწორედ ეს მოკლე გზაა. როცა თავს წარმოაჩენ როგორც მოულელი, მოხრილი ან მობოდიშე, შენ სამყაროს შენს წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს აწვდი. შენ მათ განსჯის შრომას უმსუბუქებ, შენ ეუბნები, მე უკვე დავნებდი, ამიტომ თქვენს ხელი უნდა ჩაიქნიოთ ჩემზე. გაიაზრე ეს. ხალხს ღარიბები იმიტომ კი არ სძულს, რომ ფული არ აქვთ. ღარიბები სძულთ იმიტომ, რომ სიღარიბე მათ მარცხს ახსენებთ. ის უძლურებას ახსენებთ. ეს გადამდებია. როცა კაცი ღარიბად გამოიყურება, ის გადამდებად გამოიყურება, არა დაავადებით, არამედ ცუდი ბედით. და ადამიანები, ეს ცრუმორწმუნე არსებები, ცუდ ბედს გაურბიან. გახსოვდეს, რომ ადამიანები ზოგადად უფრო მეტად თვალით განსჯიან ვიდრე ხელით, რადგან შენი დანახვა ყველას შეუძლია, მაგრამ ძალიან ცოტას უწევს იმის შეგრძნება, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. ყველა ხედავს იმას, რადაც ჩანხარ. ცოტა თუ გძნობს იმას, რაც ხარ. გაიხსენე ბოლო შემთხვევა, როცა დალაქავებულ პერანგში გამოწყობილი, მოხრილი და თავდახრილი კაცი დაინახე. დაფიქრდი მის ფილოსოფიაზე. გაგიჭკითხნა კითხვა, ხომ არ იყო ის გენიოსი პოეტი? არა. შენ მას იარლი მიაგარი, წაგებული, გატეხილი, ქვეცნობიერი გეუბნება, თავი აარიდე და შენ ეს მტრისიერად გააკეთე. ამას აკეთებ ბოროტი განზრახვის გარეშე. შენ ამას ენერგიის დასაზოგად აკეთებ. ახლა კი წარმოიდგინე, რომ ის კაცი შენ ხარ. იმიტომ რომ ხშირად ეს ასეცაა. ჩვენ საკუთარ თავს ტყუილებს ვეუბნებით, რომ ღამით მშვიდად დავიძინოთ. ვამბობთ, მე ავთენტური ვარ. არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი. მე ისე ვითვრამ, რომ კომფორტულად ვიყო. ეს მსხვერპლის ენაა. კომფორტი ძალაუფლების მტერია. ავთენტურობა ავტორიტეტის გარეშე უბრალოდ ხმაურია. როცა ღარიბად გამოიყურები,
ყველაფერი შენს წინააღმდეგ მუშაობს, რადგან საკუთარი თავი აბჯრისგან განძარცვე. შენ ბრძოლის ველზე შიშველი გახვედი. ომში კი შიშვლებს არ იბრალებენ, მათ ხოცავენ. დაფიქრდი რქების ეფექტზე, ანუ Horn effect. ეს შარავანდედის ეფექტის ბნელი ტკუპის ძალია. თუ ერთი თვისება ნეგატიურია, ფეხსაცმელი გაცვეთილია, პოზა ჩამოშლილია, გონება ასკმის, რომ შენი ყველა თვისება ნეგატიურია. მათ გონიათ, რომ ზარმაცი ხარ, გონიათ, რომ სულელი ხარ, გონიათ, რომ უპატიოსნო ხარ. რატომ? იმიტომ, რომ დისციპლინა ხილულია. თუ არ შეგიძლია საკუთარი გარეგნობის მართვა, რატო უნდა დაიჯეროს ვინმემ, რომ ბიზნესის მართვა შეგიძლია? თუ არ შეგიძლია საკუთარ ტანზე ქსოვილის მოვლა, რატო უნდა განდოს ვინმემ კონტრაქტი? ვიზუალი შინაგანის მტკიცებულებაა, ან ყოველ შემთხვევაში სამყარო ასე ხედავს მას. და თუ მზად ხარ ილუზიებისგან გათავისუფლდე და სამყაროს წესები შენ სასარგებლოდ გამოიყენო, გამოიწერე ფიორი. ჩვენ აქ სწორედ ამ არქიტექტურას ვაშენებთ. საკუთარი იმიჯის უგულებელყოფა, საკუთარი სულის ცილისწამებაა. შენ საკუთარ თავზე ტყუილს ამბობ. ეუბნები სამყაროს, რომ არარაობა ხარ, მაშინ როცა ეს ასე არ არის. და სამყარო, რომელიც სასტიკი და პირდაპირია, გიჯერებს. რესურსების მოძრაობაში ერთი ბნელი პარადოქსია. ფული მიედინება მათკენ, ვინც ისე გამოიყურება, თითქოს ფული არ სჭირდებათ. მიდი ბანკში, ითხოვე სესხი სასუწარკვეთილად ჩაცმულმა. აფშქვიე გაჯიროების სუნი. მიეცი უფლება შენს ხმას, იკანკალოს შენი სიღარიბის რეალობის გამო. რა მოხდება? სეიფი დაიხურება. საპროცენტო განაკვეთებით ცაში ავარდება. შენ რისკი ხარ. ახლა ავიღოთ კაცი, რომელსაც ფული ზუსტად ისევე სჭირდება, მაგრამ ის შედის შეკერილ კოსტიუმში. მისი თავის მოვლა უნაკლოა, მისი საათი სინათლეს ირეკლავს. ის საუბრობს ნელა, იმ კაცის მოწყენილობით, რომელსაც ალტერნატივები აქვს. ის არ ითხოვს, ის სთავაზობს. სეიფი ეხსნება. პირობები გულუხვია. რატომ? იმიტომ, რომ მან სიუხვის სიგნალი გაუშვა. ადამიანები ასოციაციის კანონს მიყვებიან. ჩვენ სინდიდრეს კომპეტენციასთან ვაკავშირებთ, სიღარიბეს კი არაკომპეტენტურობასთან. თუ ისე გამოიყურები, რომ დახმარება გჭირდება, მას იშვიათად მიიღებ. თუ ისე გამოიყურები, რომ დახმარების გაწევა თავად შეგიძლია, სამყარო რესურსებს ფეხქვეშ გიყრის. სწორედ ამიტომ პრინციპი გაითამაშე სანამ რეალობა დარაქცევ, უბრალოდ პატივმოყვარეობა არ არის. ეს გადარჩენის სტრატეგიაა. ეს მაკიაველისტური პრაგმატიზმია. ღარიბად გამოიყურებოდე, ნიშნავს ხარჯის სიგნალს იძლეოდე. მდიდარიბ გამოიყურებოდე, ნიშნავს ინვესტიციის სიგნალს. არავის სურს ხარჯის გაწევა, ყველას უნდა ინვესტიციის ჩადება. როცა მოლაპარაკებაზე დაგნინებული შედიხარ, შენ მოწყალებას ითხოვ. მოწყალება კი არის ცივი, მაგარი ნამცეცი, რომელიც ზიზრით გეძლევა. მაგრამ როცა შედიხარ და გამოიყურები როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, შენ ალიანსს სთავაზობ. უნდა გესმოდეს, რომ ადამიანებს სასიკვდილოდ ეშინიათ მარცხთან ასოცირების. თუ დაიქირავებენ კაცს, რომელიც მოუწესრიგებლად გამოიყურება და ეს კაცი დამარცხდება, ისინი სულელებად გამოჩნდებიან. უნდა მიმხვდარიყავი, იტყვიან ისინი, შეხედეთ მას. მაგრამ თუ დაიქირავებენ კაცს, რომელიც უნაკლოდ გამოიყურება და ის დამარცხდება, მათ აპატიებენ. ის შესაბამისად გამოიყურებოდა, იტყვიან ისინი, მან ყველა მოგვატყუა. შენი გარეგნობა არის დაზღვევის პოლისი გადაწყვეტილების მიმდევრთათვის. შესაბამისი იერის ქონით შენ სხვებისთვის შენზე ფსონის დადების რისკს ამცირებ. თუ ამ თამაშის თამაშზე უარს ამბობ, შენ ნამდვილი კი არ ხარ. შენ ამპარტავანი ხარ. თვლი რომ სამყარო ვალდებულია დახარჯოს თავისი დრო შენი ფარული ღირებულების არმოსაჩენად. სამყაროს შენი არანაირი ვალი არ აქვს. შენი მოვალეობაა გათხარო საკუთარი ღირებულება და შეღებო ის ოქროსფრად, რათა ბრმამაც კი შეძლოს მისი დანახვა. მაკიაველი ურჩევდა მთავარს, ყოფილიყო დიდი სიმულატორი და დისიმულატორი. დაემალა თავისი ნამდვილი ბუნება თუ ის არახელსაყრელი იყო და პროექცირება მოეხდინა იმ ბუნების, რომელიც საჭირო იყო. თუ მშიერი ხარ, მაძღარევით უნდა გამოიყურებოდე. თუ ღელავ, მოწყენილივით უნდა გამოიყურებოდე. თუ ღარიბი ხარ, ისე უნდა გამოიყურებოდე, თითქოს უბრალოდ ინკოგნიტოდ მოგზაურობ. რადგან იმ წამს, როცა ისინი შენი გაჯიროების სისხლის სუნს იგზნობენ, ზვიგენები წრეზე ტრიალს დაიწყებენ. მოდი უფრო ღრმად, სიბნელეში შევიდეთ. შევხედოთ ცხოველურ ტვინს. დომინანტური იერარქიები სოციალური კონსტრუქტები არ არის. ისინი ბიოლოგიური იმპერატივებია.
ლობსტერები, მგლები, შიმპანზეები და ადამიანები ჩვენ ყველა სტატუსს ვასკანერებთ. რა ხდება, როცა მგელი კოჯლ ცხვარს ხედავს? ემპათიას გრძნობს? ფიქრობს, საბრალო არსება, მოდი დავეხმარები? არა. კოჯლობა მკვლელობის ინსტინქტს ააქტიურებს. ადამიანთა საზოგადოება ამ დინამიკის გასუფთავებული ვერსიაა. ჩვენ ყელებს კბილებით არ უბლეჭთ. ჩვენ მათ ვგლეჭთ. სასამართლო პროცესებით, დაცინვით, გარიყვით, დამამცირებელი შეთავაზებებით. როცა ღარიბად გამოიყურები, შენ კოჯლობ. შენ აძლევს სიგნალს, რომ მოკავშირეები არ ყავს. აძლევს სიგნალს, რომ არ გაქვს რესურსი თავის დასაცავად. აძლევს სიგნალს, რომ თუ ვინმე ზიანს მოგაკენებს, არავინ მოვა შენი შურის საძიებლად. სწორედ ამიტომ არიან ღარიბები პოლიციის მხრიდან ზეწოლის ქვეშ, იხდიან ზედმეტს და იღებენ ყველაზე ცუდ მომსახურებას. ისინი დაბალრისკიანი სამიზნეები არიან. თუ ვაჭალი მოატყუებს კაცს, რომელსაც ძვირფასი შეკერილი კოსტიუმი აცვია, მას ანგარიშსწორების ეშინია. ეშინია, რომ ამ კაცს ყავს იურისტები. ეშინია, რომ ამ კაცს ყავს გავლენიანი მეგობრები. ეშინია, რომ ამ კაცს ერთი ჩურჩულით შეუძლია მისი რეპუტაციის განადგურება. მაგრამ თუ ვაჭალი მოატყუებს ძონძებში ჩაცმულ კაცს, მას არაფრის ეშინია. ვინ მოусმენს ძონძებიან კაცს, ვის ადარდებს? ღარიბი იერით შენ აშორებ შენს შემაკავებელ ბარიერს. საკუთარ თავს უსაფრთხოს ხდი ექსპლუატაციისთვის. მინახავს დიდი ინტელექტის მქონე კაცები, რომლებიც განადგურდნენ, რადგან ეს არ ესმოდათ. მათ ეგონათ, რომ მათი შრომა დაიცავდა მათ. ეგონათ, რომ მათი ერთგულება დაიცავდა მათ. მაგრამ მათ ეცვათ როგორც მსახურებს, ამიტომაც ექცეოდნენ როგორც მსახურებს. და როცა ბიუჯეტის შემცირების დრო დადგა, როცა განტევების ვაცი გახდა საჭირო, ხელი გაიშვირა იმ კაცისკენ, რომელიც ისე გამოიყურებოდა, რომ საპასუხო დარტყმას ვერ შეძლებდა. გარეგნობა აბჯარია. ეს არის ფსიქოლოგიური ძალის ველი, რომელიც მტაცებლებს ხოხმანს აიზულებს. ხოხმანი კი ერთადერთი რამაა, რაც გჭირდება. იმ წამის მეათეთში, როცა ისინი ფიქრობენ, ვინ არის ეს კაცი, საშიშია, გავლენიანია, იმ წამში შენ იგებ. შენ კარნახობ ჩარჩოს. მაგრამ თუ ხოხმანი არ არის, თუ გიყურებენ და მკისიერად მსხვერპლს ხედავენ, თავდასხმა გარდაუვალია. შენ შეიძლება იკამათო, რომ ეს უსამართლოა. შეიძლება იკამათო, რომ უნდა ცხოვრობდეთ სამყაროში, სადაც ხასიათია მეფე. შეგიძლია იკამათო გრავიტაციასთან, როცა კლდიდან ვარდები. ეს ვერ გადაგარჩენს. მე არ ვსაუბრობ სამყაროზე ისეთზე, როგორიც უნდა იყოს. მე ვსაუბრობ სამყაროზე ისეთზე, როგორიც ის რეალურადაა. და ამ რეალურ სამყაროში, კაცი, რომელიც თავის აბჯარს უგულებელყოფს, გვდება. ვინ გითხრა, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს? ვინ გითხრა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ცოდვაა? ვინ გითხრა, რომ თავდაბალი ტანსაცმელი სათნოების ნიშანია? ჩვეულებრივ, ეს ის ხალხია, ვისაც შენი საკუთარ ადგილზე დატოვება სურს, ან ის ხალხი, ვინც უკვე დანებდა. მთავარი შინაგანი სამყაროა. ეს არის ბანალურობა, რომელიც უხილავების სანუგეშოდ გამოიგონეს. ეს ტყუილია. დიახ, ხასიათს მნიშვნელობა აქვს შენარჩუნებისთვის, მაგრამ გარეგნობას მნიშვნელობა აქვს წვდომისთვის. შენი შინაგანი სამყარო პროდუქტია. შენი ექსტერიერი მარკეტინგია. შეგიძლია გქონდეს მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტი, წამალი კიბოს წინააღმდეგ, ფილოსოფიური შედევრი, $1,000,000,000 ალგორითმი. მაგრამ თუ მას ნაგავში შეახვევ, უკანა ეზოში დამარხავ და ზედ არ მიუახლოვდეთ აბრას დაადგამ, მას არავინ ირიდის. მარკეტინგი ტყუილი არ არის, მარკეტინგი პროდუქტისადმი პატივისცემაა. თუ მართლა აფასებ შენს გონებას, თუ მართლა აფასებ შენს სულს, რატომ მოათავსებდი მას ტაძარში, რომელიც ნანგრევებს გავს? ცუდად ჩაცმა, ცუდად მოვლა, დამარცხებულის მოხრილობით სიარული, საკუთარი თავის უპატივცემულობის აქტია. სამყარო კი სარკეა, ის ირეკლავს იმ პატივისცემას, რომელსაც შენ საკუთარი თავის მიმართ იჩენ. თუ საკუთარ თავს ფასდაკლებული ნივთივით ექცევი, სამყარო შენთან ვაჭრობას დაიწყებს. თუ საკუთარ თავს იშვიათ არტეფაქტივით ექცევი, სამყარო მოერიდება შენთან ჭუჭრიანი ხელებით შეხებას. ამას სულიერი განზომილებაც აქვს. როცა გარეგნობას ილესავ, გონებასაც ილესავ. ექსტერიერის დისციპლინა ინტერიერში ჟონავს. ჩაიცვი კოსტიუმი, ან თუნდაც უბრალოდ სუფთა, დაუთოებული პერანგი. გაიმართე, თმა მოიწესრიგე. დააგვერდი, როგორ იცვლება შენი ფიქრები. უფრო გააზრებული ხდები, მეტი სიმძიმით საუბრობ. წყვეთ ბოდიშის მოხდას შენი არსებობის გამო. ნიღაბი ხდება სახე. ეს არის გამორჩეულის ალქიმია. ჩვენ არ ველოდებით თავდაჯერებულობის შეგრძნებას, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. ჩვენ კარგად გამოვიყურებით, რომ თავდაჯერებულები გავხდეთ.
ღარიბი კაცი გრძნობას ელოდება, ძლიერი კაცი გრძნობას ქმედებით აშენებს. უნდა შეწყვიტო შენი გარეგნობის რუტინულ ვალდებულება დახკმა. ეს იარაღია, ეს გავლენის ინსტრუმენტია. ყოველ დილით შენ გარკვეული როლისთვის იცვამ. შენ საკუთარ თავს შენი ცხოვრების ფილმში როლს ანიჭებ. ვინ ხარ შენ? სტატისტი, მსხვერპლი, კომედიური პერსონაჟი, თუ მთავარი გმირი, არქიტექტორი, საფრთხე? გარდერობის დეპარტამენტი შენს ხელშია. მაგრამ ბევრი თქვენგანი მსხვერპლის კოსტიუმს ირჩევს და მერე უკვის, რატომ სცენარი ასეთი ტრაგიკული. ეს ტანსაცმელზე ბევრად ღრმაა, ეს თვალებშია. სიღარიბის მზერა არის მუდმივი ბოდიშის მოხდის მზერა. ეს არის ჩვევა, იყო პირველი, ვინც თვალს არიდებს. ჩვევა, დაპატარავდე, როცა კარს გადიხარ. ჩვევა, ნერვიულად გაიცინო, როცა ვინმე შეურაცხყოფას გაგენებს. ეს მონის ქცევებია. შეგიძლია მათხოვარი აბრეშუმში გამოაწყო, მაგრამ თუ სიღარიბის მზერას შეინარჩუნებს, ის მაინც ღარიბად გამოიყურება. შეგიძლია მეფე ძონძებში გამოაწყო, მაგრამ თუ ის სამეფო მზერას შეინარჩუნებს, გარემოს მტკიცე, თვალის დაუხამხამებელ შეფასებას, ის შენიღბულ მეფეს დაემსგავსება. მაკიაველი არნიშნავს, რომ ლომს არ სჭირდება ხრიალი იმისთვის, რომ მისი ეშინოდეთ. მას უბრალოდ სჭირდება იქ იყოს. როცა ღარიბად გამოიყურები, ხშირად ჰიპერაქტიური ხარ. ზედმეტ ხსნი, ზედმეტ იღიმი. ცდილობ ასიამოვნო სხვებს. ეს დეფიციტის ქცევაა. შენ სიგნალს იძლევი, რომ გადასარჩენად მათი დასტური გჭირდება. სიუხვე მშვიდია, ძალაუფლება უძრავია. როცა დუმილთან თავს კომფორტულად გძნობ, სიმდიდრის სიგნალს უშვებ. როცა სივრცის ათვისების არ გერიდება, სიმდიდრის სიგნალს უშვებ. ღარიბი იერის მქონე კაცის წინააღმდეგ ყველაფერი მუშაობს, რადგან მისი სხეულის ენაყვირის, მე არასწორი ვარ, აქ არ უნდა ვიყო, გთხოვთ მაპატიეთ. სამყარო კი პასუხობს, მართალი ხარ, გაეთრიე. ამის დასამსხრევად სხეული უნდა გაწვრთნა, სანამ გონების დარწმუნებას შეძლებ. უნდა იმოძრავ იმ კაცის სიჩქარით, რომელსაც საათობრივად არ უხდიან. უნდა გაუძლო სხვების მზერას, სანამ ისინი არ იგრძნობენ შენი განსჯის სიმძიმეს და არა პირიქით. უნდა მოკლა შენში არსებული მონა, რადგან სანამ ეგ მონა სუნთქავს, ვერანაირი ფული ვერ გადაგარჩენს. მინახავს ლატარიაში გამარჯვებულები, რომლებიც 3 წელიწადში კოტრდებიან. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არასდროს მოუკლავთ ის მონა. მათ იყიდეს წვირადღირებული ნივთები, მაგრამ ატარებდნენ ქურდის ბოდიშით. ისინი ფერარიშიც ღარიბებად გამოიყურებოდნენ და სამყარომ ის წაართვა მათ. და ეს მიგვიყვანს სიღარიბის ყველაზე ხმამაღალ სიგნალამდე. ეს არის ხმაური. ღარიბი კაცი ხმაურიანია. ის ხმაურიანია თავისი სიტყვებით, ხმაურიანია თავისი მოძრაობებით, ხმაურიანია თავისი წუწუნით. ის გრძნობს საჭიროებას, შეავსოს ყოველი სიჩუმე, რადგან სიჩუმე მას აშფოთებს. სიჩუმეში მას ეშინია, რომ განსჯიან. ამიტომაც ლაღბობს, ამჟღავნებს თავის გეგმებს, ამჟღავნებს თავის კომპლექსებს. გიყვება თავის ვალებზე, ყოფილ ცოლზე, ზურგის ტკივილზე. გაძლევს მთელ ტყვია წამალს, რაც მის გასანადგურებლადაა საჭირო და ამას გახსნილობას უწოდებს. ძალაუფლება დუმს, შეხედე მტაცებელს. ვეფხვი არ აცხადებს თავისი ყოფნას, სანამ არ დაესხმება თავს. მაგიდის თავში მჯდომი ყველაზე ნაკლებს საუბრობს. ნათლი მამა ჩურჩულებს. როცა ზედმეტ საუბრობ, შენ აძლევს სიგნალს, რომ შენს სიტყვებს ფასი არ აქვს. ზრდი მიწოდებას და აგდებ მოთხოვნას. იმისთვის, რომ არასდროს გამოიყურებოდე ღარიბად, უნდა დაეუფლო დახურული პირის ხელოვნებას. როცა ჩუმათხა, შენ ცარიელი ტილო ხდები. ადამიანები საკუთარ ფანტაზიებს შენზე აპროეცილებენ. ფიქრობენ, რაზე ფიქრობს. იცის რამე ისეთი, რაც მე არ ვიცი. ინფორმაციის ამ ვაკუუმში ისინი შენთვის ძალაუფლებას იგონებენ. ვარაუდობენ, რომ შენ მათ განსჯი და თავიანთი არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე, ცდილობენ შენზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ეს ფიორისეული გადატრიალებაა. არაფრის თქმით შენ აიძულებ მათ შენთვის იმუშაონ. მაგრამ იმ წამს, როცა დაიწყებ წუწუნს, საწვავის ფასზე ან იმაზე თუ რა დაღლილი ხარ, მაგია იმსხრევა. შენ მოკვდავი ხდები, ჩვეულებრივი ხდები, ხდები ერთი ჩვენგანი. შენ კი არ გინდა იყო ერთი ჩვენგანი, გინდა იყო ერთი მათგანი. გამონაკლისი. ეს ვრცელდება შენს ციფრულ აქტივობაზეც. კაცი, რომელიც ყველაფერს პოსტავს, თავის ლანჩს, თავის აღშფოთებას, ყოველ გაელვებულ ფიქრს, სულიერად ქაღატაკებული ჩანს.
ის ისე გამოიყურება, თითქოს სასოწარკვეთილად სჭირდება ვალიდაცია. ის მოწონებებისთვის ცეკვავს. კაცი, რომელიც პოსტავს იშვიათად, მაგრამ მიზანმიმართულად, გამოიყურება ისე, თითქოს ზედმეტად მდიდარი ცხოვრება აქვს იმისთვის, რომ ის ეკრანზე დაეტიოს. დეფიციტი ქმნის ღირებულებას. აქციე შენი იქ ყოფნა დეფიციტად. აქციე შენი სიტყვები ბრილიანტებად, იშვიათი, მაგარი და მჭრელი. შეიძლება თქვა, მე არ შემიძლია შეკერილი კოსტიუმის ყიდვა. არ შემიძლია სიმდიდრის ატრიბუტების შეძენა. ეს ფანტაზიის ნაკლებობაა. ღარიბად გამოიყურებოდე, იშვიათად ეხება შენი ტანსაცმლის ბრენდს. ეს ეხება შენი რეალობის მოვლას. კაცი იაფასიან პერანგში, რომელიც არის ქათქათა, სუფთა და იდეალურად ჩატანებული შარვალში, უფრო დოვლათიანად გამოიყურება, ვიდრე კაცი $1000 დიზაინერის ჰუდში, რომელიც დალაქავებული და დაჭმუჭნულია. დისციპლინა არაფერი რირს. ფეხსაცმლის გაბრიალება დროს მოითხოვს და არა ფულს. პერანგის დაუთოება ძალისხმევას მოითხოვს, არა ფულს. ფრჩილების სუფთად შენარჩუნება, თმის მოწესრიგება, სხეულის ფორმაში ყოფნა, ეს ნებისყოფის ინვესტიციებია. როცა მოუწესრიგებელი ხარ, შენ ქაოსის სიგნალს იძლევი. აძლევს სიგნალს, რომ არ შეგიძლია აკონტროლო საკუთარი ცხოვრების ენტროპია. და თუ არ შეგიძლია აკონტროლო შენი ენტროპია, როგორ გააკონტროლე ბიზნესს? როგორ უხელმძღვანელებ ადამიანებს? მდიდრები სუფთად გამოიყურებიან. ეს არის საიდუმლო. ეს არის ჰიგიენის სპეციფიკური სახეობა, რომელიც სიგნალს იძლევა, რომ ისინი დაშორებულნი არიან ბრძოლის ჭუჭოს. ღარიბები მთვრიანად გამოიყურებიან. ისინი გამოიყურებიან გადარჩენისთვის ბრძოლის ხახუნისგან გაცვეთილები. შენ უნდა ჩამოიწმინდო ეს მტვერი შენი ავატარიდან. საქმე დეტალებშია. შენი ფეხსაცმლის ქუსლები, შენი პიჯაკის საყელო, შენი ტელეფონის ეკრანი გაბზარულია. ტელეფონის გაბზარული ეკრანი სიღარიბის მკივანი სირენაა. ის ამბობს: მე ეს გავტეხე და არ მაქვს რესურსი მის შესაკეთებლად. ამიტომ ცხოვრობ გატეხილ ნივთებთან ერთად. არ იცხოვრო გატეხილ ნივთებთან ერთად. ეს აზიანებს შენს ფსიქიკას. ის ეუბნება შენს ქვეცნობიერს, რომ შენ იმსახურებ ნამსხვრევს. შეაკეთე ან დამალე ის, მაგრამ საჩვენებლად ნუ გამოფენ. მაკიაველი ასწავლიდა, რომ მთავარი უნდა გამოჩნდეს თანამგზნობი, ერთგული, ჰუმანური, მართალი და რელიგიური. ყურადღება მიაქცია სიტყვას გამოჩნდეს. შენ უნდა მართო შენი ცხოვრების არტეფაქტები. თუ დაჟანგულ მანქანას ატარებ, გააჩერე ის კუთხეში. ბოლო ბლოკი ფეხით გაიარე. მიდი ფეხით, წელგამართული. გააკონტროლე ნარატივი. ეს მოტყუება არ არის, ეს ჩარჩოში მოქცევაა. ფოტოგრაფი ისე აყალიბებს კადრს, რომ ქუჩის პირას მგარი ნაგვის ურნა არ მოხდეს შიგნით. შენ შენი საკუთარი იმიჯის რეჟისორი ხარ. ამოჭერი ნაგავი. თუ პოტენციურ მოკავშირეს ვახშამზე პატიჟებ, არ წაიყვანო ისეთ ადგილას, რომლის ფულიც არ გაქვს, რომ მერე ანგარიშზე იოფლიანო. ეგ სიღალების სუნია. წაიყვანე ყავის სახლში. იყიდე 2 შავი ყავა, მაგრამ დალიე მეფეების აუჩქარებლობით. ფოკუსირდი საუბარზე. გადაიხადე ეგ 10 ლარი ღიმილით. სჯობს იყო პატარა დომენის ბატონი, ვიდრე დიდის მსახური. არის სიღარიბის იერის კიდევ ერთი ბოლო ელემენტი, რომლის მიღებაც ყველაზე რთულია. შენი გარემოცვა. თუ გარშემოთმული ხარ კაცებით, რომლებიც დამარცხებულად გამოიყურებიან, რომლებიც მსხვერპლის ენაზე საუბრობენ, რომლებსაც მარცხის უნიფორმა აცვიათ, შენს იმავე ფუნჯით გხატავენ. შენ ხარ იმ 5 ადამიანის საშუალო არითმეტიკული, ვისთან ერთადაც გხედავენ. თუ ოთახში აფთრების ხროვასთან ერთად შედიხარ, არავის შეეშლები ლომში. ეს სასტიკია, ვიცი. შენ ყავს მეგობრები, რომლებიც გიყვარს, გაქვს ლოიალურობა შენი წარსულის მიმართ, მაგრამ თუ გინდა მაღლა ახვიდე, უნდა გესმოდეს ოპტიკა. როცა წარმატებულებთან ერთად ხედავენ, შარავანდედის ეფექტი შენზე გადმოდის. შენ სესხულობ მათ სანდოობას. სწორედ ამიტომ იბრძვიან სოციალური კარიერისტები ფოტოში მოსახვედრად. მათ იციან, რომ იმიჯი აქტივია. არ არის აუცილებელი ძველი მეგობრების მიტოვება, მაგრამ უნდა შეძლო კომპარტმენტალიზაცია. როცა წარმატების ბრძოლის ველზე ხარ, სხვა მეომრებთან ერთად უნდა იარო. ომის საბჭოზე მასხარა რომ მიიყვანო, სერიოზულად არავინ არ გიქვამს. მაკიაველი აფრთხილებდა, რომ მთავარს აფასებენ იმ მინისტრების ხარისხით, რომლებიც მის გარშემო არიან. თუ ისინი უნარიანები და ერთგულები არიან, ის ბრძენად ითვლება. თუ სულელები არიან, ისიც სულელად ითვლება. გაუკეთე აუდიტი შენს წრეს. ვინ გაჩენს ლიდერად და ვინ გაჩენს ტრაგედიის მონაწილედ.
დისტანცირდი ვიზუალური წინაღობისგან, რადგან სამყარო ვარაუდობს, რომ მსგავსი ჩიტები ერთად დაფრინავენ. თუ შენი გუნდი ღარიბად გამოიყურება, შენც ღარიბად გამოიყურებ. ეს მოითხოვს გულის სიმაგრეს, მაგრამ გახსოვდეს მიზანი. მიზანი არ არის იყო კარგი, მიზანია იყო ეფექტური. არასდროს გამოიყურებოდე ღარიბად, ნიშნავს მართავდე მთელ შენს ეკოსისტემას, შენს ტანსაცმელს, შენს სიტყვებს, შენს სხეულს, შენს თანამგზავრებს. ეს არის ტოტალური ომი აღქმისთვის. ახლა კი პარადოქსი. როცა ამას აკეთებ, როცა ზედმიწევნით იშორებ სიღარიბის ყველა სიგნალს შენი ცხოვრებიდან, რაღაც უცნაური ხდება. წვეთ ღარიბად ყოფნას. ეს მაგია არ არის, ეს მექანიკაა. როცა ძალაუფლებით იცვამ, პატივისცემით გექცევიან. როცა პატივისცემით გექცევიან, შესაძლებლობებს გაძლევენ. როცა შესაძლებლობებს გაძლევენ, რესურსებს იღებ. ნიღაბი იძახებს სახეს, შენიწყებს შენივე პროპაგანდის დაჯერებას. იხედები სარკეში და მსხვერპლს კი არა, პრეტენდენტს ხედავ. და რადგან პრეტენდენტს ხედავ, ისე იქცევი როგორც პრეტენდენტი. იღებ რისკებს, მოლაპარაკებებს უფრო მკაცრად აწარმოებ. უარს ამბობ ცუდ გარიგებებზე. შენ გატეხე შენივე სეროტონინის სისტემა. ეს არის უმაღლესი საიდუმლო. კალბი ექსტერიერი ახდენს რეალური ინტერიერის რეკონსტრუქციას. ღარიბ იერზე უარის თქმით, შენ უარს ამბობ სიღარიბის იდენტობაზე. უარს ამბობ სცენარზე, რომელიც ამბობს, რომ შენ საბრძოლოდ ხარ განწირული. შენ ფიზიკურად და ვიზუალურად აცხადებ, რომ მეტისთვის ხარ განწირული და სამყარო, რომელსაც სასოწარკვეთილად წყურია ლიდერობა, სასოწარკვეთილად წყურია ძალა, სასოწარკვეთილად წყურია ნებისმიერი რამ, რაც სანდოდ გამოიყურება, სამყარო ქეთს იხრის. ის ხსნის კარებს, რომლებსაც აქამდე ჩაკეტილს ტოვებდა. ირიმის იმ ღიმილით, რომელსაც აქამდე იკავებდა. მაკიაველი მართალი იყო. ყველა ხედავს იმას, რადაც ჩანხარ. ცოტა თუ განიცდის იმას, რაც სინამდვილეში ხარ. ხო და მიეცი მათ სიდიადის ხედვა. დააბრმავე ისინი იმ ადამიანის იმიჯით, რომლად ქცევასაც აპირებ. არ დაელოდო ოქროს მოსვლას გვირგვინის გასაფრიალებლად. ატარე გვირგვინი ახლა. ოქრო მეფეს მიხვება. მაგრამ თუ დარჩები ძონძებში და დაელოდები ნებართვას, რომ შეიცვალო, შენ მათში მოკვდები. არჩევანი შენზეა. განკითხვა მოდის. ის მოდის ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველი წყვილი თვალიდან, რომელიც შენზე ჩერდება. სხვერპლს დაინახავენ თუ ბატონს. შენ ახლა გესმის კანონი. მაგრამ გაგება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. აღსრულება არის ის უფსკრული, სადაც ადამიანთა უმეტესობა ვარდება. მე არ გთავაზობ ფარულ კურსებს, დახურულ ჯგუფებს ან დამალულ ვიდეოებს. არ ვქვნი ხელოვნურ დეფიციტს. ყველაფერს, რასაც ვქვნი, სრულად და ღიად ვდებ ფიორის YouTube პლატფორმაზე. მაგრამ ძალაუფლება თავისი ფუნდამენტით ყოველთვის ორმხრივ გაცვლას, სტრატეგიულ ალიანსს ეფუძნება. მე გაწვდი ფსიქოლოგიური იარაღს, რომელიც შენს რეალობას ცვლის. შენ კი პატრიონზე ფიორის მხარდაჭერით მაძლევ რესურსს, რომ ეს იარაღი კიდევ უფრო ბასრი და დაუნდობელი გავხადო. ეს არ არის უბრალოდ შემოწირულობა. ეს არის ურთიერთდახმარება მათ შორის, ვისაც ესმის თუ როგორ მუშაობს სამყარო. როცა მატერიალურად უჭერ მხარს იმას, რაც გაძლიერებს, შენ აგზავნის სიუხვის ყველაზე მკაფიო სიგნალს. შენ საკუთარ ქვეცნობიერს უმტკიცებ. მე აღარ ვარ უბრალოდ პასიური მომხმარებელი, რომელიც მხოლოდ იღებს. მე მაქვს რესურსი და ვდგავარ შემქმნელების მხარეს. ღირებულების დაფასება და ამ ეკოსისტემაში შენი წვლილის შეტანა ძლიერი ადამიანის ხელწერაა. უმეტესობა ახლა ამ ვიდეოს გათიშავს, ძველ კომფორტს დაუბრუნდება და გააგრძელებს მარტო ბრძოლას. მაგრამ თუ მზად ხარ, იყო იმ ალიანსის ნაწილი, რომელიც ერთმანეთს აძლიერებს. ბმული აღწერაშია. შეხვდები ჭრილში.